გამარჯობათ. დღეს არის 2025 წლის 30 ივლისი. ვიმყოფები მესტიის რაიონში. ეს არის შხარას მყინვარის ძირას, შხარას მყინვარის დასაწყისში. აგერ თქვენ ხედავთ, აგერ ეს შავად რომ მოჩანს, აგერ ეს რასაც ხელით გაჩვენებთ, ეს არის მყინვარი, რომელსაც შავად მოჩანს, იმიტომ რომ იქით-აქეთ მთებიდან ეყრება მიწა და ზევით მწვერვალი შხარა, რომელიც არის საქართველოში ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი, მისი სიმაღლე დაახლოებით 5200 მეტრი ზღვის დონიდან. აგერ ეს არის შხარას მყინვარის ძირი. თვითონ ეს ტერიტორია არის უშკულის მესტიის რაიონის შემადგენლობაში არსებული ადმინისტრაციული ერთეული უშკულის ტერიტორია და თვითონ უშკულის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლები არის იქით მიმართულებით, ასე ხეობას რო გაყვება ადამიანი დაახლოებით 10 კილომეტრის, 9-10 კილომეტრის ფარგლებში არის მანძილი. ახლა აგერ ხედავთ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მემახლავს ტურისტები. ახლა ორი ტურისტი გერმანიიდან და ერთი ტურისტი სამხრეთ კორეიდან. და ახლა ვინც არ არის დამყოფი მყინვარზე და მყინვარის ძირში, მე იმათ განსაკუთრებით მინდა იმათ დავანახო და აუხსნა, და ვინც ნაკლებად ერკვევა მყინვარების საქმეში, აუხსნა მყინვარის შესახებ. ჯერ გაჩვენებთ, აგერ სიმაღლე არის აღნიშნული, ახლა ვიმყოფებით 2557 მეტრს აჩვენებს ზღვის დონიდან სიმაღლეს. აგერ უშკულამდე, უშკულის სოფლებამდე მანძილს გვიჩვენებს 9.8 კილომეტრს. ალბათ იგულისხმება სოფლის დასაწყისი. აგერ თქვენ ხედავთ, ეს არის მდინარე ენგურის სათავე. შეხედეთ რა ხდება, აგერ მყინვარის ხო ხედავთ, ეს თელ ამხელა სიგრძეზე, აი შეხედეთ, მყინვარია მთლიანად ეს კილომეტრობით და აგერ სისქეს შეხედეთ, ალბათ იქნება ერთი 30-40 მეტრი მაინც ალბათ სისქე. ეს მთლიანად ყინულია და თელ ამ სიგრძეზე ტემპერატურისა და თავისი სიმძივიდან გამომდინარე, წნევისგან გამომდინარე, თელ სიგრძეზე ნელ-ნელა წვეთავს წყალი, წვეთავს და უფრო და უფრო ერთმანეთს ემატება და დიდდება. და შეხედეთ რა ხდება. და შემდეგ ეს უფრო და უფრო დიდდება. აგერ შეხედეთ, მოიცა უფრო ახლოს მივალ. შეხედეთ თელ სიგრძეზე რო წვეთავს წყალი და ერთმანეთს ემატება, ბოლოს აგერ მყინვარის ქვედა ნაწილში შეხედეთ, როგორც გვირაბი ისე თვითონ იკეთებს გვირაბს და უკვე გამოედინება მდინარის სახით. აი შეხედეთ, ასე იბადება მთის მდინარეები. ეს არის მყინვარული მდინარეების ასე იბადება მყინვარული მდინარეები. ენგური, რომელიც თქვენთვის კარგად არის ნაცნობი ბევრისთვის, ასე წარმოიქმნება. ეს არის, ასე ვთქვათ, მდინარე ენგურის დაბადების ადგილი. და ვინც აქ მოხვალ, იცოდეთ, რომ მყინვართან ძალიან ახლოს მისვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ზემოდან ხშირად ცვივა ქვები და არის ძალიან საშიში. შეიძლება სასიკვდილო შედეგიც კი ჰქონდეს ადამიანისათვის. შეიძლება ან ძალიან ძიმედ დააზიანოს, ან მოკლას კიდევაც ადამიანი გააჩნია რამხელა ქვა იქნება და სად მოხდება. ამიტომ
უნდა დაიცვათ გარკვეული დისტანცია, რომ არ მიხვიდეთ ძალიან ახლოს. ახლა შეხედეთ. ახლა კიდევ უფრო მიუახლოვდებით და უყურეთ გარდა ამისა, მაგალითად კონკრეტულად მესტიის რაიონში არის ბევრი მყინვარები. და როგორც ახლა აქ წარმოიქმნება როგორც აქ არის ახლა მდინარე ენგურის სათავე, ასე სხვადასხვა მყინვარების ძირებიდან გამოედინება სხვადასხვა მდინარეები, ღელეები და ასე შემდეგ, რომლებიც უერთდება ბოლოს ისინი შენაკადებად ერთვიან და ერთვიან მდინარე ენგურს, რომელიც უკვე შემდეგ უფრო და უფრო შეერთების შედეგად უფრო და უფრო იზრდება და ბოლოს უკვე დინების ქვემოწელში უკვე არის ძალიან დიდი მდინარე და სწორედ იმ მდინარეზე არის აგებული ენგურ-ჰესის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. აი შეხედეთ, აი ეს ტურისტი, რომელიც მე მახლავს. Hallo Claudia. Claudia, wie gefällt es dir hier? Super, schöne Ort hier. Das Video in sozialen Netzwerken ist Problem für dich, oder kein Problem, ja? In sozialen Netzwerken das. Weil du bist auch in dieses Claudia, weil du bist auch in dieses Video und darum ich frage. Kein Problem, ja? Aha. So. Please, hello, come. Not so near. While it's danger, stone was so near, it's danger because stones can fall, and it's very dangerous. ესეც ტურისტი სამხრეთ კორეიდან. აი, შეხედეთ, ასე აი ასე გამოედინება, შეხედეთ. აქ გამოედინება მდინარე ენგური მყინვარის ძირიდან. აი, ვინც არა ხართ ნამყოფი მყინვარის ძირას, რომ იცოდეთ. აი ასე ვთქვათ, განახლებთ აგერ თვითონ იმ ადგილს.